ახალი არჩევნები, როგორც საქართველოში შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი განცხადებები ამის შესახებ სულ უფრო მეტად ისმის დასავლელი პოლიტიკოსებიდან. ამის შესახებ კიდევ ერთხელ ილაპარაკეს ევროპელმა პარლამენტარებმა სტრასბურგში, სადაც ევროპის უსაფრთხოების შესახებ გამართულ დებატებში მიიღეს მონაწილეობა. ამის პარალელურად მათ კომენტარები გააკეთეს პლატფორმა ევროსკოპთან. ევროპელი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ საქართველოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის უნდა იზრუნოს ევროპასთან დაახლოებაზე, თუმცა ამის საპირისპიროდ ოცნების ხელისუფლებას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს. სალომე ლაბაძე უფრო ვრცლად გაგვაცნობს ამ განცხადებებს. ახალ არჩევნებს, რომელსაც უნდა ითქვას, რომ ევროპელი დეპუტატები პრაქტიკულად 26 ოქტომბრის შემდეგ ითხოვენ, ახლა მათი განმარტებით აქვს ახალი მნიშვნელობა და ეს ყალიბდება აუცილებელ ზომად იმისთვის, რომ საქართველოს მოახერხოს საკუთარი უსაფრთხოების უფრო ეფექტიანად დაცვა იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა მსოფლიოს მასშტაბით, ანუ მსოფლიოში არსებული ტურბულენტობის ფონზე, როგორც ამას ევროსკოპთან ინტერვიუში ერთ-ერთი ევროდეპუტატი ურმას პაეტი აღნიშნავს. ამასთან, სწორედ ახალი არჩევნები წარმოუდგენიათ ევროპელ დეპუტატებს გზად იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოიკვეთოს საქართველოს ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე, ანუ გაირკვეს ქვეყანა რჩება რუსული გავლენის სფეროში, თუ შეეცდება, რომ საკუთარი მომავალი განავითაროს სწორედ დასავლეთთან დაახლოების მიმართულებით. ახლა ევროპელი დეპუტატებისთვის აშკარაა, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიზანია საქართველოს იზოლაციაში მოაქციოს და დაუკარგოს მას პარტნიორების მხარდაჭერა დასავლეთიდან, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და რადგან ასწია, ამ ინტერვიუებიდანაც იკვეთება, რომ ივანიშვილის რეჟიმს არ უნდა ჰქონდეს ევროპული სახელმწიფოების თუ ევროპული გაერთიანებების ლიდერების მხრიდან ლეგიტიმურად ცნობის მოლოდინი. ამის საპირისპიროდ დეპუტატები სულ უფრო ხშირად საუბრობენ სწორედ რეჟიმის ლიდერების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სანქციების აუცილებლობაზე. I guess the best for Georgia will be to have ყველაზე საუკეთესო გამოსავალი საქართველოსთვის თავისუფალი არჩევნებია, რათა წინ წასვლისთვის ყველა ბარიერი იქნას მოხსნილი. როცა ჩვენ ვხედავთ, რა სწრაფად იცვლება გარემო და როგორი ტურბულენტური ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ურთიერთობაში, ყველა ქვეყანა ევროპაში საქართველოს ჩათვლით უნდა იყოს კონცენტრირებული საკუთარ უსაფრთხოებაზე. საქართველოსთან მიმართებით საჭიროა შიდა კონსენსუსის მიღწევა ამ ვითარების გათვალისწინებით. ამ კონსენსუსისთვის კი ახალი ლეგიტიმური არჩევნებია საჭირო. ორივე მხარე არსებული მთავრობა და ოპოზიცია უნდა იყვნენ კონცენტრირებული უფრო ფართო სურათზე, სად არის საქართველოს ადგილი. ჩემი აზრით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი პირდაპირი გავლენის აღდგენაა პოსტ-საბჭოთა ტერიტორიაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ომი უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ ნათელია, რომ რუსეთის ინტერესია გაზარდოს პირდაპირი გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე. საქართველოს ჩათვლით. Georgia is losing opportunities right now because საქართველოს ახლა კარგავს შესაძლებლობებს მართველი პარტიის ქმედებების გამო. ჩვენ ევროკავშირს გსურს დავეხმაროთ საქართველოს, მეტად დავეხმაროთ ქართულ ხალხს, მაგრამ სამწუხაროდ ევროკავშირის ამ სურვილის ხელისშემშლელი ფაქტორი არსებული ხელისუფლებაა. ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს შეუძლია იყოს მოწინავე, მაგრამ ის არ არის, რადგან მთავრობამ, რომელმაც გადაწყვიტა მოლაპარაკებების შეჩერება და ყველა დიალოგი, გააჩერა პროცესი და აშორებს ქვეყანას ევროპაში ინტეგრაციის გზას. ჩვენ ვხედავთ მოლდოვას, ქვეყანას, რომელსაც საქართველოზე მეტი შანსი არ ჰქონდა, ქვეყანა, რომელიც საქართველომდე გახდა კანდიდატი, ქვეყანა, რომელმაც მოიპოვა სრული უმრავლესობის მხარდაჭერა მოლაპარაკებების გახსნაზე. მოლაპარაკებები გაიხსნა და ზოგიერთ კონკრეტულ კლასტერში დიდი წარმატებებიც არის მიღწეული. საქართველოსაც შეეძლო ეს პოლიტიკოსებს, რომ პასუხისმგებლობით ემოქმედათ, მაგრამ ახლა საქართველოს მოლდოვაზე უკანაა ბევრი ნაბიჯით, რადგან მოლდოვას ხელისუფლება ატარებს რეფორმებს, ასრულებს დანაპირებს და პატივცემს გაცემულ პირობებს და მოქმედებენ ქვეყნის მოსახლეობის დაკვეთით. საქართველოში კი საპირისპიროს ვხედავთ, ამიტომაც არის, რომ კარგავენ მხარდაჭერას და ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავთ. იზოლაციას ყოველთვის მოაქვს სიღარიბე. სამწუხაროდ სხვა ქვეყნები უფრო სწრაფად განვითარდებიან ვიდრე საქართველო, ვიდრე იქ ევროინტეგრაციაზე ვითარება უცვლელი იქნება. ნეტარ არიან მორწმუნენი, ასე შეიძლება ითქვას, რომ ცინიკურად პასუხობს ქართული ოცნება ევროპელი დეპუტატების მოწოდებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. ქართული ოცნებისთვის მსოფლიოში შექმნილი ვითარება, რომელსაც პარტნიორები ახალი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ასახელებენ, არის საპირისპიროდ იმის არგუმენტი, რომ საბოლოოდ უარი თქვას ამ არჩევნების ჩატარებაზე დღეს ლევან მახაშვილმა, რომელიც ოცნებას არალეგიტიმურ პარლამენტში ევროინტეგრაციასთან კომიტეტის თავმჯდომარედ ყავს დანიშნული, წარსულში ჩარჩენილი უწოდა ყველა იმ პარტნიორს, რომელიც ოცნებას მოუწოდებს ქართველი ხალხის აი ამ მოთხოვნის შესრულებისკენ, ანუ იმაზე თანხმობისკენ, რისთვისაც ქუჩაში უკვე 100 დღეზე მეტია დგას საქართველოს არაერთი მოქალაქე.
როცა ახალ არჩევნებს ითხოვენ ეს ადამიანები, ნუ არის ნეიტრალი ან მორწმუნელი. მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს ამ მიმართულებით. ჩვენ კაფეო პოზიცია დავაფიქსირეთ ამ მხრივ. თუ აქვთ მაცურული რომ კიდევ ერთხელ აი ეს დესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი ინტერესი არაერთხელ მეც ვიყავი ბრიუსელში ერთხელ და მე მათთან გადავეცი ეს ინფორმაციაც. ჩვენ მზად ვართ რომ დროულად დავხუროთ ეს თავი, რომელიც გასული რამდენიმე თვე გრძელდება და კონცენტრირდეთ იმაზე რეალურად თუ რა არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის, იმიტომ რომ სოფლიო რო იცვლება, ეს არ იცვლება მარტო საქართველოსთვის, ეს იცვლება ევროპისთვისაც. ბევრი რაღაც გადაფასება ხდება, ასე ვთქვათ, თუ აპირებენ წარსულში დარჩნენ და არ გაუსწორონ თვალი ამ ახალ გამოწვევებს, ესეც მათი გადასაწყვეტია. მე შეგახსენებთ, რომ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოწოდებით გზავნილები სტრასბურგიდან გაავრცელეს ევროდეპუტატებმა. სტრასბურგში ისინი მსჯელობენ ევროპის უსაფრთხოებაზე. გუშინ სწორედ ამ მიზნით გაიმართა სესია სტრასბურგში ევროპარლამენტში და სწორედ სტრასბურგიდან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართულ ოცნებას მიმართა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმაც და მანაც ივანიშვილის პარტიას მოუწოდა სწორედ ქართველი ხალხის აი ამ მთავარი მოთხოვნის შესრულებისკენ, რაც ნიშნავს ახალი არჩევნების ჩატარებას.